წინა საარჩევნო გარემოს და კამპანიას. ძალიან დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის. მოგესალმებით, ქეთი, მივესალმებით თქვენს სტუმრებს, ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში. რაც შეეხება ამ თემას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ალბათ ისეთი მნიშვნელოვანი ქართული არჩევნებისთვის, როგორც არასდროს ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ვდგევართ რეალურად ძალიან დაძაბული არჩევნების წინაშე. ეს იქნება არჩევნები, რომელიც როგორც არ უნდა დამთავრდეს, შესაძლებელია ერთი ან მეორე მხარის მიერ იქნას გაპროტესტებული. ჩვენ ვიცით, რომ აკეთებს დაუშვათ იგივე კოალიცია ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტია იმაზე მინიშნებას, რომ თუ არ დადგება მათთვის სასურველი შედეგი, ისინი აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში, მაგრამ ჩვენ ასევე გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც თუ კი წააგებს არჩევნებს, თქვენ იცით ჩემზე კარგად, რომ ეს ხელისუფლება არაფრით არ დათმობს საკუთარ ძალაუფლებას. ხელისუფლება, რომელიც ზუსტად ისევე გადაულის ქუჩაში გამოსულ ხალხს თავზე, როგორც ეს მოხდა 7 ნოემბერს, როგორც ეს მოხდა 26 მაისს, ხელისუფლება, რომელსაც თავისი მთავარი იარაღი აქვს ხელკეტი. ანუ აი ამ რეალობის წინაშე, როდესაც ვდგევართ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაკვირველია, მიუკერძოებელ არბიტრს და ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა. ხოლო რაც შეეხება ზოგადად ამ განცხადებებს ლენინიზმის თაობაზე, ზოგადად საარჩევნო სიტუაციისა და გარემოს შესახებ, მე მინდა ერთი რამ თქვა, რასაკვირველია, საარჩევნო გარემოც არის ძალიან მძიმე და იმდენად მძიმე, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ერთ ფრაზაში არის მოქცეული ტელევიზიის ანტენების დაყადაღებაში და მე პირადად ჩემი პოზიცია, როდესაც დაიწყო ეს აურზაური, დავაფიქსირე იმით, რომ წავედი და გლობალი ჩავრთე, მაშინ როდესაც სრულიად არ ვიყავი მათი აბონენტი. ეს უბრალოდ ისე მედიის კუთხით, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მათი დასკვნა. ისე კი მოლოდინი მაქვს იმისი, რომ ხელისუფლება ალბათ წავა ყველაფერზე, რომ არ დათმოს ძალაუფლება. გამოდის დღეს მიხეილ სააკაშვილი და ლაპარაკობს, რომ ოქროს ხანაში ვცხოვრობთო. გამოდის და ცდილობს, რომ გაიკეთილშობილოს საკუთარი ხელისუფლებისა და მთავრობის იმიჯი, თითქოს ახალი პრემიერის დანიშვნით და ასე შემდეგ. გეგონებათ ვანო მერაბიშვილი არ იყო. მთელი ამ წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები კაცი ამ ქვეყანაში. გამოდიან და ეხლა ამბობენ, რომ თურმე ხალხს უჭერს, თურმე ხალხს არა აქვს ცხოვრების საშუალება. მე მინდა ეხლა ქალბატონ ჩიორას ვკითხო. ქალბატონო ჩიორა, მაინტერესებს, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ჩვენ ოქროს ხანა გვაქვს ქვეყანაში? მაინტერესებს, თქვენ მართლა ფიქრობთ? თუ შეიძლება, ქეთი, მე ჩემს ქალბატონო ჩიორა, უპასუხეთ. არა, მე მაქვს ჯერ კითხვები და მე ჩემს დროს თუ შეიძლება უსმენდი თქვენ სხვა სტუმრებს და დაახლოებით იგივე დროს იმედია დამითმოთ. ქალბატონ ჩიორას მინდა ასევე ვკითხო, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ხალხი არის ბედნიერი? თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ აი ის ჯანდაცვა და მუზეუმივით აშენებული საავადმყოფოები არის ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი? თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ კიდევ გაქვთ უფლება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ დარჩეთ იმ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ამბობდით, რომ თურმე კეთილდღეობა და ყველაფერი საუკეთესო უნდა მიგეცათ ხალხისთვის და სახეზე გვაქვს მილიონზე მეტი გაღატაკებული უმწეოთა ბაზაში ოფიციალურად რეგისტრირებული ადამიანი. მე მაქვს ეს კითხვები თქვენთან. მოიხსენით ეს ვარდისფერი სათვალეები ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აი ამ ვარდისფერი სათვალის გარეშე შეხვდით მოსახლეობას. იმათ კი არა, ავტობუსებით რომ მოყავთ თქვენთან ტაშის დასაკვრელად, გადით ისე სოფლებში, კამერების გარეშე გადით, აი ამ მთავარი მაგისტრალების იქი დანგრეულ გზებზე გადადით. მიდით და კითხეთ ხალხს, მე შეხვედრები მაქვს მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში, დედაქალაქში თუ დედაქალაქის გარეთ. მე ვარ გდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, სხვათა შორის ქეთი, ძალიან გული მწყდება, რომ ქალბატონი ჩიორაზის და არა ჩემი უშუალო ოპონენტი იგივე თუნდაც ნიკო ხაჩილაშვილი ერთი წუთით, რომელიც მე დებატებში გამოვიწვია. ქალბატონი ჩიორათი უნდათ, რომ გაიკეთილშობილონ იმიჯი, რომ აი ისაა სპიკერი. სპიკერი არ არის, უпростоრედ ჩიორა თაქთაქიშვილი არის სპიკერი, მაგრამ მე მინდა რომ უთხრა ხალხს, ჩვენი ხელისუფლება ქალბატონი ჩიორას მშვიდი საუბრით არასოდეს არ გვესაუბრებოდა. ჩვენი ხელისუფლებაა სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, კალმახელიძეები და გამოიყვანა ერთი ეგენი დებატებზე. ქალბატონი ჩიორა რო დადის ყოველდღე დილას აღამოს სხვადასხვა. ქალბატონო ჩიორა, მოიხსენით ვარდისფერი სათვალე, მოგიწოდათ ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა. საკმაოდ ბევრი შეკითხვა დაგისვათ. უპასუხეთ თუ შეიძლება მის შეკითხვებს. ქალბატონო ქეთი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნა დაფიქსირებული. მესმის ქალბატონი ინგას ემოციებით ამ საკითხებთან დაკავშირებით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის ძალიან მყარი, ძალიან მტკიცე, ჩვენი ამოცანა არის არ დავუშვოთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს იმ წარსულში, რომელშიც ასე ძალიან უნდა ერთ-ერთ კოალიციაში ჩვენი მიბრუნება, გაყინული პენსიების, სეკვესტრირებული ბიუჯეტის, კრიმინალურ ბანდად ქცეული პოლიციის
ასლანის დიქტატურის პირობებში ასეთი რამ არ მოხდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს გქონდეთ შესაძლებლობა თავად სამართლიანი თავისუფალი არჩევნების პირობებში გააკეთონ არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის. გასაგებია ქალბატონო ჩიორა, მაგრამ ამ არჩევნებზე 8 წლის შემდეგაც საუბრობთ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, რომ მეტი დადგა დრო, რომ სარგებელი ნახოს ხალხმა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ შევხედოთ რეალობას. რეალობა არის ის, რომ დღეს ჩვენ თანამოქალაქეებს უნდა შევეკითხოთ პირველ რიგში, არის თუ არა დღეს ჩვენი ქვეყანა უკეთესი, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. არის თუ არა დღეს საქართველოს ქვეყანა, რომელსაც შეძლო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა. ბატონი ვანო მერაბიშვილი არის ნამდვილად ის პიროვნება, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შეძლო ძალიან კონკრეტული გარდატეხა შეეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. კორუმპირებული, კრიმინალური ქვეყნიდან დღეს ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი განვითარების. აქვს შანსი იმისთვის, რომ გახდეს დემოკრატიული, ევროპული თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც არ მიყვება იმ გზას, რომლისკენაც ჩვენ გვიბიძგებს ქართული ოცნება, როდესაც ამბობს, რომ პუტინი თურმე არის დემოკრატიის მამა, რომელიც ამბობს, რომ თურმე საქართველოს დაიწყო ომი, ეს არის ის საკითხები და ის მიმართულება, რომელიც არჩეული აქვს ერთ პოლიტიკურ კოალიციას, მაგრამ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ძალიან ცხადი არის, რომ საქართველოს კურსი, ეს არის კურსი დემოკრატიული, ევროპული, ატლანტიკური სივრცეებისკენ ინტეგრაციისთვის, არა იმიტომ, რომ ეს ლამაზად ჟღერს, არა იმიტომ, რომ ეს არის არჩევანი კონკრეტული ხელისუფლების, კონკრეტული პიროვნების, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის. იცხოვრობს ისე, როგორც მას სურს, აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც მას სურს. მე დარწმუნებული ვარ, ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, შესაძლებელია მოგვარდეს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ აყვავს კორუმპირებული მთავრობა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი პოლიცია არის ხალხის სამსახურში, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ უზრუნველყავით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ჩვენ უზრუნველყავით ძალიან ის ბევრი საინტერესო და ლამაზი პროექტის განხორციელება, რომელიც ასე ახარებს ჩვენ თვალს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ დღეს კლავად ჩვენ მოქალაქეებს უჭირთ და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებით მიღებული სარგებელი უნდა შევიდეს თითოეულ ოჯახში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამა არის მეტი სარგებელი ხალხს, დასაქმება, კონკრეტული პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დასაქმებული, მათ ხელი მიუწვდებოდეთ იმ ძალიან მაღალი სტანდარტების საავადმყოფოებში. მე ქალბატონ ინგას ვეთანხმები, ეს საავადმყოფოები არ არის ნამდვილად მუზეუმი. სწორედ ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული, მას ექნება შესაძლებლობა ხელი მიუწვდებოდეს მკურნალობის ხარჯებზე და მშობლები არ იქნებიან იძულებული დაუმალონ თავიანთ შვილებს თავიანთი სამედიცინო დიაგნოზი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ქართული სოფელი, იმიტომ რომ დღეს გლეხს ძალიან უჭირს თავისი მიწის დამუშავება, იმიტომ რომ მას არ აქვს ფული, მას არ აქვს შესაძლებლობა დაამუშავოს ის მცირედი მიწის ნაკვეთიც კი. ამიტომ 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც არის ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილი, შეიტანს იმ აუცილებელ, მაგრამ მინიმალურ, რა თქმა უნდა, სიკეთეს თითოეულ ოჯახში, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ყველა იმ აუცილებელი პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომელიც აუცილებელი არის თითოეული ოჯახის. დიდი მადლობა. ქალბატონო ეკა, ეხლაც გაიჟღერა ბრალდებამ, რომ ქართული ოცნება არის წარსულში დაბრუნება და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ კოალიციაში ძალიან ბევრი ადამიანია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მართველი გუნდი ამაზე ძალიან ხშირად საუბრობს. რა გაერთიანებთ? გარდა ხელისუფლებაში მოსვლის სურვილისა და სააკაშვილის დამარცხებისა. იცით რა არის ჩვენი მთავარი ოცნება? ის რომ ხალხი არ იყოს იმ სიღატაკეში და სიდუხჭერეში, რომელშიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩააყენა და 9 წლიანი დაპირებები და შეუსრულებელი დანაპირებები დასრულდეს. გინდათ ქალბატონ ჩიორა დაბრუნდეთ რეალობაში და მართლა დაინახოთ რა ხდება ამ თქვენი ლოზუნგების მიღმა? აი ამ სურათებს შეხედეთ. მე ახლა გაჩვენებთ აი ამ ქალაქის სურათებს. ეს არის ფოთის პლეხანოვის ქუჩა, სადაც ცხოვრობს, აი ამ სახლში ცხოვრობს სხვათა შორის აი ქალბატონი, სამი ოჯახი, რომელიც ითხოვდა წლების განმავლობაში დახმარებას. აი ამ სახლში ცხოვრობს ადამიანები, მათ შორის მოხუცი ადამიანი, პენსიონერი, რომელიც ეხვეწებოდა თქვენს მერს, რომელიც ახლა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია სამეგრელოს რეგიონში და დღეს წარადგინა იგი პარლამენტის თავმჯდომარემ და ის წერდა, რომ არა გვაქვს საშუალება დაგიკმაყოფილო და სხვა ბინა მოგცეთო. აი ეს არის თქვენი აშენებული საქართველო. აი ეს არის აშენებული ფოთი 20,000 სამუშაო ადგილი, 450 ქარხანა, რომელსაც თქვენ პირდებოდი და თქვენი პრეზიდენტი და ეკონომიკური თავისუფალი ზონა. აი ეს არის 21 საუკუნის საქართველო, სააკაშვილის საქართველო, რომელსაც თქვენ აშენებთ.
წარსულში დაბრუნება თქვენ გინდათ, ამიტომ გიწოდათ დღეს თქვენ უпростоად გუშინდე განცხადებაში ეუთოს მისიამ ლენინიზმის ნიშნების მატარებელი კამპანია. რატომ იცით? ლენინი ამბობდა, რომ სიტყვის თავისუფლება ჩვენ არ ვაპირებთ თვითმკვლობის დასრულებასო. იმიტომ რომ აყადაღებთ თებშებს, იმიტომ რომ ახშობთ თავისუფალ სიტყვას, იმიტომ რომ გააღარიბეთ, გააუბედურეთ ქართველი ხალხი. ჩვენ ვაპირებთ რომ ჯანდაცვა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. თითოეული ადამიანი იქნება უზრუნველყოფილი განათლებით, სამუშაო ადგილით, ყველასთვის იქნება შესაძლებელი თავისუფალ მშვიდ გარემოში ცხოვრება, დასაქმდებიან, დაბრუნდებიან ადამიანები, რომლებიც წავიდნენ. ფოთის მაგალითზე გეტყვით, საიდანაც მე თქვენ გესაუბრებით ახლა. გადათხრილია მთელი ფოთი. წყალი არ მიეწოდება ამ საზღვაო ქალაქს. კომუნიკაციები აბსოლუტურად მოშლილია, ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად განადგურებულია. ეხლა არჩევნების წინ დაიწყეთ გზების დაგება და სულ რაღაც რამოდენიმე დღეში ყველაფერი შეწყდება. ამ ქალაქს არ აქვს არაფერი. პორტი ისე გაუქმდეთ, მაგრამ თქვენ როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას, რომელსაც თქვენ ახლა საუბრობთ? ჩვენ შევქმნით, დიახ, გეტყვით. ჩვენ შევქმნით სამუშაო ადგილებს და ამის გარანტია არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა შექმნას დასაქმება ადამიანებისთვის, ის ამას აკეთებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველასთვის ჯანდაცვა იყოს უფასო და ხელმისაწვდომი. ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი განათლება, რომ ფეხზე დადგება ქვეყნის ეკონომიკა, გადასახადების შემცირდება, ბიზნესის თავისუფალი ბიზნესის ხელშეწყობით, საშუალო ბიზნესის განვითარებით, მონოპოლიების დასრულებით, ელიტარული კორუფციის დასრულებით, ადგილზე თვითმმართველობის გაძლიერებით და ბიუჯეტში არსებული ფული ხალხს მოხმარდება. კი არ მოიპარავენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ფულს, როგორც ამას აკეთებს სააკაშვილის გუნდი, ხალხს მივეხმარებით. მათ პრობლემებს გადაუწყვეთ და ხალხის მსახური ხელისუფლება მოვა. ეს მომავლის ხელისუფლებაა. ბიძინა ივანიშვილი არის გარანტი, რომ ქვეყანაში დამთავრდება ეს ძალადობა, უსამართლობა და ეკონომიკურად გაიმართება წელში ქვეყანა. ფოთი ეს მართლაც ერთი წინადადება მინდა გითხრათ, ეს უმნიშვნელოვანესი ქალაქია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის არტერია. ამ ქალაქს ჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა და ჩვენ ამას გაუკეთებთ. ფოთი ისე როგორც მთელ საქართველოს გაუკეთებთ იმას, რომ ის საქართველო იქნება გამთლიანებული. ძლიერი, მდიდარი და სამართლიანი. მადლობთ. ქალბატონო ინგა, ქრისტიან დემოკრატების მიმართ ხშირად ისმის ბრალდება. უკაცრავად, დიდი ბოდიში, ქეთი, მე პასუხი უნდა გავცე ქალბატონ ჩიორას. მოკლედ თუ შეიძლება. არა, მოკლედ გავცემ, კი, მაგრამ რომ დაიწყო აქ რაღაც საუბარი, მაპატიე დემაგოგია ეს 1000 ლარიანი ვაუჩერები, საერთოდ ეს ვაუჩერები შეურაცხმყოფელი თემა მოსახლეობისთვის. ჯერ ეს ერთი ხალხს მე ხა უნდა უთხრა ერთხელ კიდევ, რომ ეს 1000 ლარიანი ვაუჩერი ნაწილდება 4 წელზე და ვინმე არ იფიქროს, რომ ესა ერთბაშად ერთი წლის 1000 ლარიანი ვაუჩერი. ვის ჭირდება ქალბატონო ჩიორა თქვენი ვაუჩერები 20 და 30 ლარიანი ვაუჩერი კი არ ჭირდება ხალხს ეს წაიღეთ და სახში გაიკარით იმის მოსაგონად რომ ოდესღაც იყავით ხელისუფლებაში ხალხს ჭირდება დასაქმება ხალხს ჭირდება ფული შვილების განათლებისთვის ხალხს ჭირდება ჯანდაცვისთვის საჭირო ფული ხალხს ჭირდება ტარიფების გაიაფება ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ეხლა აღმოაჩინეთ რომ ესეთ მძიმე დღეშია ხალხი თუ ამდენი გაღატაკებული კაცი ცხოვრობს შენს ქვეყანაში ესე იგი ხელისუფლება არ ხარ ვარგისიანი და ხელისუფლებიდან უნდა წახვიდე. მე დღეს წარმოვადგენ იმ მოსახლეობას ქეთი, რომელსაც ხვდები ამ დღეებში. მე დღეს წარმოვადგენ იმ უფლება შელახულ ადამიანებს, რომლებიც ლამისტირიან ამ უკანონობით, რასაც ეს ხელისუფლება ჩადიოდა. მე დღეს წარმოვადგენ ავჭალის იმ მოსახლეობას, ვისაც შევპირდი, რომ დღეს კურიერში ვიტყოდი, რომ აი გაყვანილი რკინიგზის ხაზის გამო ამ ადამიანებს ამოუკეტეს საერთოდ სავალი ბილიკებიც კი და ცხოვრობენ უმძიმეს გაუსაძლის მდგომარეობაში. მე დღეს წარმოვადგენ იქვე მცხოვრე ბატონ ჯემალ გელაძეს, რომელსაც აი ამ რკინიგზის გამო ჩამოართვეს საკუთარი ქონება. იცით რა შეა საქმე? ერთი არის რას გააკეთებ. თქვენ უკვე ამოწურეთ თქვენი ნდობის ლიმიტი. ხალხს აღარ ჯერა. ხალხო გეუბნებით ადამიანებს ხვდები და უსვამ ერთადერთ კითხვას. გჯერათ ის დაპირებები, რასაც გაძლევთ სააკაშვილი. არავის ჯერა ხალხს მიეცით სამსახური. ხალხს გაუიაფეთ ტარიფები, როგორც ეს ჩვენ შემოგთავაზეთ. იგივე თუნდაც იგივე თელასის გამოსყიდვის პირობებში გაუიაფეთ ტარიფები და მე ილაპარაკეთ იმაზე, რომ ხალხი მივცეთ საშუალება ქალბატონმა ჩიორამ გიპასუხოთ. სულ ერთ ფრაზას დავამატებ კიდევ. მე მინდა ესეთი წინადადება, ესეთი განცხადება გავაკეთო ეხლა თქვენს ეთერში. უამრავი ადამიანი, აი მე იგივე გლდანელებზე მაქვს საუბარი, ვისაც ხვდები ამ დღეებში. იგივე უამრავი ადამიანი, მაგალითად სოფელ გლდანში, უღატაკესი, არც ერთი თეთრი რო არა აქვს შემოსავალი. აქვთ ამ ადამიანებს ეს ძველი დავალიანებები, 3000, 4000 ლარი. ეს ხალხი ვერასოდეს გადაიხდის ჩვენი წინადადება. აი ახლა ვეუბნები ამას ქალბატონ ჩიორას.
გადაწყვიტეთ და ამ ხალხს ჩამოაწერეთ ეს დავალიანება, იმიტომ რომ ხალხი 4 წელია მიდით და ნახეთ თქვენი თვალით, უშუქო ცხოვრობს. ხალხი 4 წელია შუქს ვერ ანთებს სახში. მადლობთ, ორი ოპონენტი ხართ, ერთის წინააღმდეგ ძალიან გხოთ, მივცეთ საშუალება გიპასუხოთ ქალბატონმა ჩიორამ. ქალბატონო ჩიორა, თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ორივე ოპონენტს რო უპასუხოთ. დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ამ ტელეეთერში იმართება დებატები იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და სწორედ ეს იგულისხმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, როდესაც ახსენა ლენინიზმის სწორედ იმ კონტექსტში, რომ ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არც თავაზობს არავითარ არჩევანს, არავითარ წინასაარჩევნო პროგრამას, გარდა იმისა, რომ მათ სურთ არსებული ხელისუფლება წარმოაჩინონ როგორც მტრის ხატი და ერთადერთი და ლენინიზმისთვის დამახასიათებელი არის ზუსტად ეს, არის რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილება. მე ვფიქრობ, ქალბატონო ეკა, კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის შეფასებებს გააკეთებთ და თქვენებურ ინტერპრეტაციას მისცემთ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა კონკრეტული ძალიან მაღალი თანამდებობის მქონე პირმა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამავდროულად აღვნიშნოთ, რომ ქალბატონო ეკა, მე ნამდვილად ვერ ვიქნები გამსჭვალული დობით თქვენი იმ სიტყვების მიმართ, რომელთაც თქვით, რომ ქვეყანაში გაიაფდება გადასახადები. ვინ უზრუნველყოფს ქვეყნის ბიუჯეტის შევსებას, ვინ უზრუნველყოფს ქვეყნის ბიუჯეტის ფუნქციონირებას? ბატონი ონოფრიშვილი, რომლის დროსაც ჩვენ ქვეყანას ახსოვდა 12-ჯერ წელიწადში სეკვესტრირებული ბიუჯეტი. ვინ უზრუნველყოფს? თქვენ ბრძანეთ, რომ ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული. ვინ გამართავს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას? ვინ? ბატონი ყუფენია, რომელსაც ებარა საქართველოს საპენსიო ფონდი და ჩვენ გვახსოვს გაყინული პენსიები და მათხოვრად გადაქცეული მოხუცები 9 ლარის პენსიის თხოვნით. თქვენ ბრძანეთ, რომ უნდა იყოს დაბალანსებული გარემო, ქონებრივი უფლებები უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა იყოს დაცული, მაგრამ ვინ უზრუნველყოფს ამას? ისეთი პოლიცია, რომელსაც სათავეში ედგა თამაზ თამაზაშვილი და რომელსაც თქვენ გვთავაზობთ როგორც ერთ-ერთ მაღალჩინოვანს სამართალდამცავ ორგანოებში. აი ეს არის ზუსტად სახე ქართული ოცნებისა და სწორედ ამიტომ არის, რომ ის ეკაჩება საქართველოს წარსულში, ეკაჩება იმ დროში, რომელშიც დაბრუნება არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ უნდა. თქვენ აჩვენეთ კონკრეტული მაგალითები და ფოტოები მოიყვანეთ. ქალბატონო ეკა, მე თქვენზე გაცილებით ადრე ვიცოდი. აი ამ პრობლემების შესახებ, იმიტომ რომ თქვენ ფოთი მაშინ გადაგახსენდათ, როდესაც თქვენ ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატად წარგადგინათ. მაშინ, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთელი ბოლო 8 წლის განმავლობაში დაუღალავართ თავისი სახელმწიფო აპარატით, რომელიც არის ის აპარატი, რომელიც ზრუნავს არათავისი ჯიბეების გასქელებაზე, როგორც ამას აკეთებდნენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც თქვენ გუნდში არიან. არამედ ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იქნეს დაცული საქართველოს, არა მარტო საქართველოს შიგნით, არამედ საქართველოს გარეთ. ეს არის სწორედ ის გუნდი, რომელიც უკიჟინებს, დიახ, უკიჟინებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები როგორც ასეთი და არ დაავიწყოს რუსეთს თავისი ვალდებულება, რომ მან უნდა გაიყვანოს ტანკები საქართველოს ტერიტორიიდან. მაშინ, როდესაც თქვენი გუნდის წევრი არის ქალბატონი ბურჯანაძე, რომელიც ეახლა პუტინს ზუსტად მას შემდეგ და პატივი მიაგო იმ ჯარისკაცებს, იმ რუსის ჯარისკაცებს, რომელთაც დახოცეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეები, ქართველი გმირები. ჩვენ ვართ ზუსტად ის გუნდი, რომელმაც ავიღეთ პასუხისმგებლობა, შეიძლება ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა გაკოტრებული უსკრულის პირას მყოფი მდგომარეობიდან, სწორედ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ქვეყანა ჩააგდეს იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს არიან ქართულ ოცნებაში, გადააქციოს ქვეყანაც, რომელიც არის განვითარებადი, სადაც შენდება ქალაქები, სადაც იგება გზები, სადაც საირიგაციო სისტემები კეთდება, სადაც სახელმწიფო ზრუნავს თითოეული მოქალაქის ბედზე, არ ტოვებს არც ერთ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს დასაქმება იმ მინიმალური და აუცილებელი საარსებო მინიმუმის გარეშე, რომელიც მას გააჩნია, ეს არის ის ქვეყანა, რომელიც ზრუნავს ბავშვებზე, ზრუნავს მოხუცებზე და რაც ყველაზე მთავარი არის, ჩვენ აი ამ ქვეყნის განვითარებით მოცემულ სარგებელს შევიტანთ თითოეულ ოჯახში. უფრო მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული, საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნებათ პრობლემა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომების, ქართული სოფელი გაძლიერდება და ქალბატონი ინგას კომენტარს არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, ქალბატონო ინგა მესმის ძალიან ემოციურად საუბრობთ, მაგრამ
თქვენი პოპულისტური განცხადებები უფასო წყალზე, უფასო დენზე, უფასო გაზზე ძალიან სერიოზულ ანალიზს საჭიროებს მისი შესრულებადობის თვალსაზრისით. მე არ მომისმენია არც ერთი ვალიდური, არც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი თუ როგორ შეძლებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა აი ამ მიზნის უპასუხებს ქალბატონო ინგა, შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენი განცხადებები მოტივირებული არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიური კონტექსტით და ამას არავითარი საერთო არ აქვს იმ რეალურ დაპირებასთან, რომელიც არის მეტი სარგებელი ხალხს. მადლობთ ქალბატონო ჩიორა, უპასუხეთ ძალიან მოკლედ 2 წუთში ჩამოვაყალიბე. პოპულისტი პირველ რიგში არის თქვენი გუნდის ლიდერი სააკაშვილი. ბრეჟნევივით გადმომდგარი დილიდან საღამომდე პირდაპირ ეთერში. იცით რას გეტყვით? მე ახლავე გეტყვით, რომ ეს არ არის პოპულიზმი. როგორ გარგვახორციელებ ტარიფების გაიაფებას. ქალბატონო ჩიორა, ერთი ხელი რო გაქვთ გაშვერილი რუსეთის მიმართულებით, რომ აი რუსეთი არის მტერი და მეორე ხელი თქვენ თვითონვე რუსებს რომ მიეცით სამართავად ჩვენი უმნიშვნელოვანესი ენერგოკომპანიები. ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტები და კიდევ ერთი იცით როგორ გავაიაფებ ტარიფებს? თქვენ რო ესე ცინიკურად მოიხსენიებთ ამ ჩვენ შეთავაზებას მოსახლეობისთვის. ჩვენ ნებისმიერმა თავმოყარე სახელმწიფომ უნდა მივაღწიოთ იმას, ოღონდ ეს თქვენი ხელისუფლების პირობებში როგორ ჩანს ვერაფრით ვერ მოხდება. არა, უკვე ვაპასუხეთ. 75% ცილის უნდა არა მკითხა ქეთი როგორო და ხო უნდა ვთქვა რომ მე კი არ პოპულისტო არამედ 75%-იანი წილი თელასისა უნდა გამოვისყიდოთ სწორედ რუსების ხელიდან და სახელმწიფომ ამითი ეგრევე შესაძლებელია რომ გააიაფოს ტარიფი მინიმუმ 5 თეთრით. არის ეს პასუხი თქვენთვის მისაღები? მე შემიძლია დაუსრულებლად გედებატო ჩვენ შეთავაზებებს. კარგით, ქალბატონო ეკა თქვენს მოგცემთ საუბრის საშუალებას, თუმცა აქვე მინდა ქალბატონ ინგას ვკითხო ქრისტიან-დემოკრატების მიმართ ხელისუფლების მუდმივად ისმის ბრალდება რომ ხელისუფლების თამაშს თამაშობს, რომ თქვენ ცდილობთ ამ მომრჩეველი დააბნიოთ, არის პრეტენზიები რომ თქვენ მაჟორიტარობის კანდიდატების წამოყენებით ცდილობთ ოპოზიციას წაართვათ ხმები. მაგალითად თქვენ გლდანში იყრეთ კენჭს და ძლიერ კონკურენტადაც ითვლებით. არ ფიქრობთ რომ ამით პირდაპირ ხელისუფლების წისქვილზე ასხამთ წყალს? ეს ძალიან უცნაური ბრალდებებია ხოლმე. ვინ არის ხელისუფლების სატელიტი? მე ვარ ხელისუფლების სატელიტი, რომელიც მე მგონი ვერც ქალბატონი ეკა ვერ იტყვის ამაზე რამეს საწინააღმდეგოს და არ ვიცი ახლა ქალბატონი ჩიორა ალბათ არ დამეთანხმება. არასოდეს არც ერთი კითხვა პირდაპირ ეთერში არ ყოფილა, რომელიც ჩემგან არ დასმულა. არასოდეს არც ერთი ფაქტი არ ყოფილა, რომელიც მე დამიმალავს. მე არავის სატელიტი არ ვარ, ისევე როგორც მთელი ის გუნდი, სადაც ვარ. რაც შეეხება მაჟორიტარობის დასახელებით ვიღაცისთვის ხმების წართმევას, იცით რა არის? მარადიულად ეს არის რაღაცა შანტაჟის ენაა რა. შენ თუ შენი ცალკე პოლიტიკური გუნდი თავისი ძალიან მყარი პოზიციებიდან გამომდინარე აპირებს რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თურმე შენ ხარ მოღალატე, შენ ხარ ვიღაცასთან შეკრული. იმის გამო რომ ჩვენ რაღაც კონსენსუსამდე მივიდეთ, მარტო ერთი მხრიდან არ უნდა იყოს წინადადება. აი აქ არის ეხა ეკა ბესელია, რომელიც ძალიან მიყვარს და მან იცის ჩემი მისადმი დამოკიდებულება, აქვე მის წინ გავაკეთებ ესეთ შეთავაზებას. არსებობს ყველანაირი რეიტინგები, ეს ალბათ მათ პარტიასაც აქვს, ჩვენ პარტიას, ხელისუფლებას ყველას, რომლის მიხედვითაც გლდანის მაჟორიტარულ არჩევნებს იგებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი. მე გთავაზობთ, მოხსენით თქვენი კანდიდატი, მოხსნან დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა იგივე გლდანში, სადაც არის იმისი რეალური შანსი, რომ დავამარცხო ნიკო ხაჩირაშვილი, რომელმაც პირველმა აწია ხელი, ეს უნდა იცოდნენ გლდანელებმა, როცა ელექტროენერგიის და დასუფთავების გადასახადი მიაბა ამ ხელისუფლებამ ერთმანეთს. მე მაქვს რეალური შანსი, ყველანაირი გამოკითხვებით, ყველანაირი მონაცემებით, რომ ხაჩირაშვილი დავამარცხო ამ არჩევნებში. ესაა ჩემი შეთავაზება. აი მე ვთავაზობ დღეს ასეთ განცხადებას ვაკეთებ. კი ბატონო, ქალბატონო ეკა, იღებთ თქვენ ინგა გრიგოლიას შეთავაზებას? მე მინდა პირველ რიგში მომცეთ საშუალება რომ ქალბატონ ჩიორას აი ამ სიცრუეს უპასუხო, რასაც ის დიდხანს საუბრობ და ძალიან მოკლედ გეტყვით. თქვენ როდესაც ამბობთ რომ ჩვენ ვართ ის ძალა თურმე რომელიც წარსულში ბრუნდებით და თურმე რუსულ ინტერესებს ვატარებთ. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, თქვენ ახართ იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც მთელი ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს გადასახელთ. ბიძინა ივანიშვილია სწორედ ის ადამიანი, რომელსაც აქვს 1.5 მილიარდი ქველმოქმედება განხორციელებული
განხორციელებული ბოლო 5 წლის განმავლობაში. ის იდგა სწორედ ყველა იმ პროექტის უკან, რომელსაც ქართველი ხალხისთვის აკეთებდა და რომელსაც მაკრატელით ჭრიდა მიხეილ სააკაშვილი და იბრალებდა. აი ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ ქართულ საქმეს აკეთებდა. თქვენი გუნდის წარმომადგენლები არიან, სწორედ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების პერიოდშიც იყვნენ მთავრობაში და ისინი მოდიან ბოლო 20 წელიწადია ქართველი ხალხის დამანგრევლად. თქვენ ხართ სწორედ ის ზალა, რომელმაც ქვეყანა უკიდურესი ღარიბემდე მიიყვანეთ და ჩვენ ვაპირებთ ყველა ის პრობლემა, რომელიც თქვენ ქვეყანას დაუტოვეთ, გადავჭრათ ძალიან სწრაფად და ამის გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი, ქართველი ხალხი, რომელიც მას მიყვება. ამიტომ ის დემაგოგია, ის სიცრუე, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ, ეს ყველაფერი იგრძნობა, გაიარეთ ფოთის ქუჩებში და ნახეთ თქვენი აშენებული საქართველო, არაფერი მოგვარებული არ გაქვთ. მიტოვებული ხავთ გაჭირვებული ადამიანები, ინვალიდები, წამლის გარეშე, ავადმყოფები, ყოველგვარი დახმარების გარეშე, ქუჩაში გამოყარეთ ხალხი, გაიარეთ და ხალხს დაელაპარაკეთ. კარგით, რაც შეეხება ინგა გრიგოლიას შეთავაზებას. რაც შეეხება ინგა გრიგოლიას შეთავაზებას, რომელიც ამ წუთებში გაჟღერდა ჩვენს ეთერში, ამას რას უპასუხებთ? ამაზე ჩვენი პოლიტიკური გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას და მე ხა არ მაქვს შესაძლებლობა ამ კონკრეტულ საკითხზე მე გელაპარაკო თქვენ, მაგრამ ჩემთვის ეხა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ხალხს გავაგებინოთ, რომ არჩევანი დღეს ძალიან მარტივია და ძალიან კარგად ჩანს, სად უნდა დადგეს ქართველი ხალხი. ის რომ ქვეყანაში დღეს არის ვითარება, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წასვლის ჟამი დადგა და ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდობიანად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და გაისტუმროს ეს გუნდი ხელისუფლებიდან, ეს არის ძალიან ნათლად ნათქვამი. კარგად წაიკითხეთ ეუთო საპარლამენტო მისიის დასკვნა და მიხვდებით ლენინიზმში რო ხართ ჩარჩენილები ქალბატონი. ჩვენი დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა. ორი წინადადები თუ გნებავთ უპასუხეთ ძალიან მალე. მნიშვნელოვანი არის ერთ საკითხზე ორივე ქალბატონმა გაამახვილა ყურადღება, ეს ეხებოდა რუსეთის წილს ქართულ ეკონომიკაში და მე მინდა გავახსენო საზოგადოებას და ვკითხო ქალბატონეკას, იცის თუ არა რა წილი იყო რუსეთის რა წილი იყო საქართველოს ეკონომიკაში მაშინ, როდესაც შევარდნაძე და ის მინისტრები მართავდნენ ქვეყანას, რომელთაც ისინი დღეს საზოგადოებას თავაზობენ, როგორც ვითომ საქართველოს მომავალს. ჩვენი ამოცანა არის გაიზარდოს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და კონკრეტული ნაბიჯები არის უკვე ამ თვალსაზრისით გადადგმული ევროკავშირთან, ამერიკასთან, ამ თვალსაზრისით სწორედ ეს არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში შემოვა დამატებითი უცხოური ინვესტიციები და სწორედ ეს დამატებითი უცხოური ინვესტიციები უზრუნველყოფს იმას, რომ დასაქმდეს მეტი ადამიანი და მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი. ამოიწურა ჩვენი დრო. ძალიან დიდი მადლობა. უნდა დაგემშვიდობოთ სამივე ქალბატონს. დიდ მადლობას გიხდით ჩვენს გადაცემაში მონაწილეობ. არა, სამწუხაროდ აღარ გვაქვს დრო. დიდი მადლობა. მადლობთ. მაშინ ასე ჩვენი გადაცემის სტუმრები ეკა ბესელია, ინგა გრიგოლია და ჩიორა თაქთაქიშვილი იყვნენ.